ევროკავშირის ქვეყნების 1/3 წყლის დეფიციტს განიცდის. წყლის დაბინძურება და ჭარბი ხარჯვაც ყველაზე მყინვარულ პრობლემებს შორისაა და მათ გადაჭრას სწორედ ამ წყლის საფილტრ საწარმოში ცდილობენ. კლიმატის ცვლილებისა და ეკონომიკის განვითარების გამო წყალზე დიდი მოთხოვნაა, რომლის დაკმაყოფილებასაც მეტი ინვესტიცია და კანონმდებლობის უკეთესად აღსრულება სჭირდება. ამ პრობლემის გადაჭრის მიზნით ევროკომისიამ წყალმომარაგების ახალი სტრატეგია გამოაქვეყნა. მოდი უფრო მეტი დღევანდელ გადაცემაში შევიტყოთ. ევროკავშირში ზედაპირული წყლების მხოლოდ 37%-ს აქვს მინიჭებული ეკოლოგიურად სუფთა. 29%-ს კი მისაღები ქიმიური შემადგენლობის მქონე წყლის სტატუსი. ევროპის კონტინენტზე მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მიმდინარეობს კლიმატის ცვლილებით გამოწვეული დათბობის პროცესი, რის გამოც იმატა წყალთან დაკავშირებულ სტიქიურ უბედურებათა რიცხვმა. ამჟამად ევროკავშირის 30% წყლის დეფიციტს გახანგრძლივებული გვალვების გამო განიცდის. ამ დროს კი გამანადგურებელმა წყალდიდობებმა 1980-2023 წლების პერიოდში 325 მილიარდი ევროს ზარალი მიაყენა ევრობლოკს. ევროპის წყალმომარაგების სტრატეგია მიზნად ისახავს შეამციროს წყლის დაბინძურების დონე. ევროკომისია პირობას დებს, რომ ამ სტრატეგიის საშუალებით დაეხმარება წევრ ქვეყნებს უკეთ განახორციელონ წყლის ჩარჩო დირექტივა 2000 და მასთან დაკავშირებული 3 კანონი. მოდი ვნახოთ თუ რას ფიქრობენ ევროპელები ძვირფასის საერთო საგანძურის საჯარო მართვის შესახებ. ხალხისთვის ინფორმაციის მიწოდება კარგ შედეგს გამოიღებს, რადგან წყლის მოხმარებას ეხება საქმე. ყოველ ზაფხულს ერთხელ ან ორჯერ მოსული წვიმაა ჩვენი ხსნა. მათ გარეშე ნამდვილად დიდი პრობლემის წინაშე დავდგებოდით. და დიდი ალბათობით ჩვენი მარცვლეულის მოსავლის დიდი ნაწილი გადაიბუგებოდა. იმედი მაქვს, რომ ჩემ შვილიშვილებს საკმარისად ექნებათ სასმელი და სუფთა წყალი ცხოვრება რომ შეძლონ. ჩემი აზრით დეფიციტს დაბინძურების მაღალი დონე იწვევს, ასე რომ კარგი იქნება თუ წყლის დაბინძურებას უკეთ ვმართავთ. გარდა ამისა, ეს უნდა აუხსნათ იმ ხალხსა და კომპანიებს, რომლებსაც წყალთან აქვთ შეხება. ევრონიუსის რეპორტიორი ამანდინ ჰესი დაგვეხმარება უკეთ ჩავწვდეთ ამ საკითხის დეტალებს. ერთ-ერთი პრობლემა, რომლის გადაჭრაც ევროკომისიას სურს, არის წყლის დაბინძურება, განსაკუთრებით ქიმიური ნივთიერება PFAS-ით, რომელიც უხრწნელ დამაბინძურებლად ითვლება. მაინც რა დევს სასწორზე? PFAS მოიცავს ნივთიერებებს, რომელთაც მარადიულ დამაბინძურებლებს უწოდებენ, რადგან ისინი ადვილად არ იშლება და დროთა განმავლობაში გარემოში გროვდება. პრობლემა ის არის, რომ როგორც კვლევამ აჩვენა, PFAS-თან შეხება სერიოზულ პრობლემებს უქმნის ჯანმრთელობას. ამიტომ ევროკომისია საჯარო და კერძო სექტორებს შორის პარტნიორობის წამოწყებას აპირებს, რათა ხელი შეუწყოს ისეთი ინოვაციების განვითარებას, რომლებიც გარემოს გაწმენდნენ PFAS-ისა და სხვა ქიმიკატებისგან. აამოქმედებენ პრინციპს დამაბინძურებელი იხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ ისეთი ადგილების გასუფთავებისთვის გამოიყენებენ, სადაც ვერ მოხერხდება მის დაბინძურებაზე პასუხისმგებელი პირის დადგენა. მრეწველობა და სოფლის მეურნეობა არის ის ორი სექტორი, რომელთაც ძალიან დიდი რაოდენობით სჭირდება წყალი და რომლებიც ასევე ძალიან აბინძურებენ წყალს ქიმიკატებით. ამ საკითხების მოგვარებას რამდენად შეეხება სტრატეგია? წყლის რაოდენობასთან დაკავშირებით ევროკომისია წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ 2030 წლისთვის სულ მცირე 10%-ით უფრო ეკონომიურად მოიხმარონ წყალი. სტრატეგიის მიხედვით, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში წყლის ეკონომიური ხარჯვა შესაძლებელია ეგრეთ წოდებული ზუსტი მიწათმოქმედების წვეთოვანი მორწყვის, წყლის მეორეული გამოყენების სისტემების დანერგვის გზით, ან კლიმატის მიმართ უფრო მედეგი მარცვლეული ჯიშების დათესვით. ევროკომისია აპირებს აამოქმედოს წყლის მოხმარების მონაცემთა ცენტრები. ასევე გეგმავს დააფუძნოს კიდევ ერთი პარტნიორობა კერძო და სახელმწიფო სექტორებს შორის, რათა ხელი შეუწყოს ინოვაციური ეგრეთ წოდებული მშრალად გაგრილების მეთოდების განვითარებას. არასამთავრობო სექტორსა და ევროპის მწვანეთა პარტიაში ამბობენ, რომ ეს სტრატეგია ახლოსაც არ არის იმასთან, რომ პრობლემებს კონკრეტულად გასცეს პასუხი. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ მწვანეებმა და ზოგიერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკრიტიკეს ეს სტრატეგია იმის გამო, რომ არ შეიცავს მკაფიო ლეგალურ მოთხოვნებს. ეს ერთი კრიტიკული შენიშვნა. მეორე შენიშვნა, კრიტიკოსების აზრით, ის არის, რომ ის ვერ ჭრის პრობლემას დაბინძურების წყაროს დონეზე. ამიტომ ისინი სასუქებისა და ქიმიკატების უფრო მკაცრ მართვას მოითხოვენ. ევროკომისიის ინფორმაციით მთელ ევროპაში წყლის პრობლემის გადასაჭრელად დაახლოებით 55 მილიარდი евро იხარჯება, მაგრამ ყოველ წელს ამ საკითხის ბოლომდე მოგვარებას მაინც 23 მილიარდი евро აკლდება. ამ დეფიციტის შესავსებად ევროკავშირის აღმასრულებელი ორგანო უფრო გააფართოებს რეგიონული განვითარების ფონდის მოცულობას, რომელიც ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს ხმარდება და ამით წყლის მართვას დააფინანსებს. გარდა ამისა, ევროპის საინვესტიციო ბანკი ახალ პროგრამას დაიწყებს. 2025-2027 წლებში 15 მილიარდი
მილიარდი ევრო გამოიყოფა იმისთვის, რომ კომერციული ინვესტორებისგან კიდევ 25 მილიარდი ევრო მიიზიდოს. ჩვენი სტუმარია ჰილდეგარდ ბენტელე, ევროპის სახალხო პარტიის მემარჯვენე ცენტრისტული ჯგუფიდან. იგი ევროპარლამენტში წყლის ჯგუფის თავმჯდომარეა. მოგესალმებით ევრონიუსში. ევროპის წყალმომარაგების სტრატეგიის ერთ-ერთი კონკრეტული ასპექტი არის ინვესტიციების ზრდა რეგიონული განვითარების ფონდისა და ევროპის საინვესტიციო ბანკის მეშვეობით. საკმარისი იქნება ეს ფული? ნახოთ რა იქნება, იმიტომ რომ ბიუჯეტის ირგვლივ მოლაპარაკებები ახლა დაიწყო. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი პრიორიტეტად ჩათვლა. ყველა მიცის, რომ ამ სექტორში სასწრაფოდ უნდა დაიწყოს ინვესტიციების ჩადება. უკვე გვაქვს მაჩვენებლები, ამიტომ შეგვიძლია მათი ბიუჯეტში გათვალისწინება და როგორც თავად ბრძანეთ რეგიონული განვითარების პოლიტიკის უკეთ გამოყენება, რადგან ვნახეთ, რომ მის ფონდს არც კი იყენებდნენ ინვესტირებისთვის. ასე რომ ამაზე უნდა დავფიქრდეთ. 2030 წლისთვის წყლის 10%-ით უფრო ეკონომიურად გამოყენების მიზნით ევროკომისია მოხალისეობრივ საფუძველს გვთავაზობს. მაგრამ ამ მიზნის მიღწევის არავითარი გზამკვლევი ან აღსრულების მექანიზმი არსად ჩანს. გამოდის ეს მხოლოდ კეთილი სურვილია? ეს კეთილი სურვილია და თან მე ვიტყოდი ცოტა არ იყოს თავმდაბალიც, რადგან 10% არ არის ბევრი, თუმცა რაც არ უნდა იყოს, ის მაინც დღის წესრიგში დგას. ჩემი აზრით მეტის მიღწევაც შეგვიძლია, მაგალითად საჯარო შესყიდვების გზით. თუ გავწერთ, რომ წყლის ეფექტიანად გამოყენების მექანიზმების ამოქმედება სავალდებულოა. ამას სერიოზულად უნდა მივუდგეთ, რადგან ფულის დაზოგვის ყველაზე იაფი გზა მისი ეკონომიკურად გამოყენებაა. თუმცა პირველ რიგში მეტი გამჭვირვალობა გვჭირდება, რადგან ხალხმა არ იცის, რამდენ წყალს ხარჯავს საყოფა ცხოვრებო მიზნით. უფრო კონკრეტული ზომები და სანქციებიც ხომ არ უნდა იყოს გათვალისწინებული იმ წევრი სახელმწიფოებისთვის, რომლებიც ნაკლებად აქტიურობენ წყლით გამოწვეული სტიქიური უბედურებების. გვალვა იქნება თუ წყალდიდობა, როგორც პრევენციის, ისე კატასტროფის შემდეგ აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მხრივ. გვაქვს მაგალითად წყლის ჩარჩო დირექტივა და ეს კანონი. თუ არ დაემორჩილები კანონს, შეგვიძლია სანქცია დაგიწესოთ, რადგან თუ წევრი სახელმწიფო არად მიიჩნევს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მიზნებს, მას სანქცია უნდა დაეკისროს. ჩვენ გვაქვს ბევრი მიზანი, ბოლო 20 წლის განმავლობაში მაინდამაინც დიდი პროგრესი არ გქონია. ამიტომ უნდა ავჩქარდეთ და ვისურვებდი, რომ ევროკომისია უფრო მკაცრი იყოს მომავალში, მათ შორის ამ სტრატეგიასთან დაკავშირებითაც. ევროკომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ინფრასტრუქტურისა და ტექნოლოგიური ინოვაციების განვითარებას, თუმცა გარემოს დამცველები ამბობენ, რომ მეტი უნდა გავაკეთოთ ბუნების დასაცავად. მათი აზრით, წყლის მენეჯმენტი ჭაობების დაცვას, ასევე სასუქებისა და პესტიციდების შემცირებასაც უნდა გულისხმობდეს. ჩვენ თვალყურს მივადევნებთ თუ რა ზომებს იღებენ ევროპაში წყლის დაცვასთან დაკავშირებით. დარჩით ჩვენთან.